ადამიანი თუ კი მამას გაიხსენებს, მან ბაბუა კი არ უნდა დაივიწყოს. ძალიან მარტივია. ჩვენ მამას ვახსენებთ და ბაბუაზე უარს ვიძახით? სადაური ლოგიკაა. ბევრი მწერს, რომ კოლხეთზე რატომ არ საუბრობ? კოლხეთი ჩვენი ფუძე, ჩვენი აკვანი, კოლხეთიდან მოვდივართ. მეგობრებო, კოლხეთის სამეფო ძველი წელთაღრიცხვით მე-14-მე-13 საუკუნეში შექმნა აიეტმა. აიეტი იყო იუიას ვაჟი. რაც შეეხება თუბალისა და მესეხს, 800-900 წლით ადრე არიან დაბადებულნი. თუბალი და მესეხის შემდეგ ჩნდება ანატოლიაში მაგალითად ტოპონიმიკა ხათები, კოლხეთი, რომელიც ძველი წელთაღრიცხვით მე-14-მე-13 საუკუნესაა შექმნილი და ამ ტერიტორიაზე მანამდე იყო კასკებამდე იყო ხათები. ადამიანმა და მით უმეტეს ქართველმა ადამიანმა ისტორიის მოყოლა დაიწყოს კოლხეთიდან. აბსურდი მგონია. ჩვენი სახელი მოდის თუბალი და მესეხიდან, რომელთაგანაც მათ შორის წარმოებულია თბილისი, მათ შორის წარმოებულია მცხეთა, მათ შორის წარმოებულია თუბალები, თებეელები, თაბალები, რომელთა გაგრძელება კაბადოკია. ასევე არის ვერსია, რომ მოსკოვს მოსხი ქვია, ანუ მესეხის დაარსებულია. ფარნავაზი და ქუჯი რომ სახელმწიფო ენად აცხადებდნენ ქართულს, ისინი არა რომელიმე ენას კრძალავდნენ, არამედ წინარე ქართველურ ენას უფრთხილდებოდნენ. ეს ყველაფერი იმას კი არ ნიშნავს, რომ მათ ქართველური ენიდან რომელიმე აკრძალეს, არა. მათ დაიცვეს წინარე ქართველური ენა და ეგ წინარე ქართველური ენა იმ პერიოდში, იმ კონკრეტულ პერიოდში, უпростоრედ, იყო აღმოსავლეთ საქართველოში შემორჩენილი ყველაზე სრულყოფილად. ანუ თუბალისა და მესეხის ენა, რომელიც იაფეტის ენაა. იაფეტის ენა არის ნოეს ენა, ნოეს ენა არის ადამის ენა. შემდგომ პერიოდში რასაკვირველია იბერიას ბევრი მტერი შემოესია და სამწუხაროდ დღესდღეობით ქართული ენა, ანუ ის იბერიული ენა, თუ ფარნავაზი და ქუჯის დროს იყო 60%-ით იდენტური წინარე ქართული ენის, დღესდღეობით ალბათ 20-30%-ია შემორჩენილი. დღევანდელ ქართულ ენაში, ანუ იბერიულ ენაში, სიტყვების ძალიან დიდი რაოდენობა არის შემოსული არაბულიდან, სპარსულიდან, ურარტუულიდან, ბერძნულიდან და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაგრამ ვინმეს თუ გონია, რომ ეგრულში, სვანურში, მესხურში, ქალდეურში არ არის უცხო სიტყვები და ყველა ეგ სიტყვა არის ძირძველი ფორმით შემონახული, მარტივ რამეს ვეტყვი. მეგრულში ბევრი სიტყვაა შემოცვენილი, მათ შორის ებრაული, ბერძნული, ურარტუული, თურქული თუ სხვა. სვანურში ძირითადად აქადური და შუმერული სიტყვებია შესული. მესხური და ქალდეური თითქმის გამქრალია. ამიტომაც მათი დახმარება წინარე ქართული ენის აღდგენის პროცესში თითქმის გამორიცხულიც კი არის. უნდა გჯეროდეთ უფლის და არა ადამიანების, რომელთაც ბოროტი აურევს ხოლმე თავგზას და ცდილობს დააპირისპიროს ერთი გენის მატარებელი ხალხი ერთმანეთს. ბოროტი ყოფს, უფალი აერთიანებს. მეგრელი და კახელი ერთი და იგივე გენეტიკურ კოდს ვატარებთ. მეგრელს და კახელს ერთი სისხლი აქვს. ეს დამტკიცებულია. კახელი, რომელიც ატარებს G გენეტიკურ კოდს, არის თურმე სპარსელი, მაშინ მეგრელი, რომელიც ასევე G გენეტიკურ კოდს ვატარებ, პარალელურ რეჟიმში მეც სპარსელი გამოვდივარ, ხო? იმასაც G აქვს, მე G მაქვს. სადაც არის სიმართლე და სიკეთე, იქ არის უფალი, სადაც არის უფალი, იქ არის გამარჯვება. უფალმა გაგახაროთ და გაგაძლიეროთ, უფალმა კეთილგზაზე გატაროთ მუდამ.